სახელმწიფო კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა საგამოძიებო სამსახურმა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით 2025 წელს გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები. მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა ბრალდებულების მიერ სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რაგზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20,000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახე და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით 2025 წელს გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები. მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა ბრალდებულების მიერ სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რაგზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20,000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილით,